სალამი ჩემო კარგებო ჩემო საქართველოს ყველა მოსახლეობა გახდით ჩამოსული თბილისში და რა ვნახე ჩამოვიდა მატარებელი ბაქო თბილისი რომლიდანაც იმდენი ხალხი გადმოვიდა ვეშმეშოკებით მოკიდული და რაღაცა შავ-შავ-გრემანი ხალხი ან არაბები იყვნენ ან პაკისტანელები იყვნენ ასეთი ხალხი ასე შავ-შავი ხალხი ხო და იქით მიმავალი არ დამინახავს რომ იქით მიდიოდნენ უკან ბრუნდებოდეს ყველა მოდის საქართველოში და რჩება ამიტომ ჩემი აზრით წინადადება შემომაქვს რომ დროებით შეწყდეს ეს მატარებელის ისე ბაქო თბილისის მიმოსვლა დროებით სანამდე პატარა არ დავარეგულირებდეთ ყველაფერს და მე აღვადგენთ ისევ ხო რაც პირდაპირ დამოკიდებულია ქართველი ერის გენოციდთან აუცილებლად უნდა შეიქმნას ახლა სხვა რამეზე აუცილებლად უნდა შეიქმნას სახელმწიფო ბანკი მართველი უნდა იყოს რომ არის ეროვნული ბანკი გაიცნო გადაკეთდეს სახელმწიფო ბანკად ხო და მისი მართველი უნდა გახდეს თემურ ფიფია ძალიან კარგი არის მაგი აწყობს საქმეს იქ და ხოლო ჯანმრთელობის ministrად აუცილებლად უნდა დაინიშნოს თინა გოცაძე როგორი ჯანმრთელობის ministri ყავს ჯორბენაძე იყო და დაწამლა ყველაფერი დაწამლა ნარკოტიკები და მათ ყველაფერი ახლა ამან მოუთავა ყველაფერი ყოველ დღე ესე იგი 10-12 პატარა ბავშვი ყდება ისე იგი ნარკოტიკის რაღაც მოისმინეთ ის რას ლაპარაკობს იგი რა ქვია რომ არის ჭაბუკაშვილთან რომ იყო რესპონდენტი დია ყრუაშვილი ხო და ასეთი ხო და ამას ყველაფერს აკეთებს პოლიცია ჩვენ არ გვყავს ჩვენ არც ქვეყანა არ გვაქვს ახლა დღესდღეობით და არც მთავრობა გვყავს წესიერი და არც პოლიცია არ გვყავს მე არ მაქვს მხედველობაში სპეცნაზი რომ იცავდა იქ რუსთაველის პროფესორი იგენ სენაცვალოს შემეთავ იგენ ძალიან კარგი ბიჭებია იგენი ეთყობა არის პატიოსანი ხალხიდან წამოსული და ეგენი მოყობა ეს პოლიცია რომ აგე ლანჩხუთში და ქუთაისში ეს პოლიცია ბერს ყველაფერ ზოგი მხედრიანში ნამყოფი ნაუბედურალი და ნაჩათლახარი ხო და რავი საზიზღარი ტიპები არიან როგორ უტყამდნენ წაგსეულ კაცს როგორ უტყამდნენ ეს ყოფილი ნაცებიც არის ყოფილი ნაცები მე ქათმები მომპარეს სახში ხო და მივედი პოლიციასთან მე მიდღებს ჩამისვა პოსტო დავარ იქენი და ვქია დავარ რეგისტრი ასე რომ ხო და იქიდან წამოვიკიდე ხალხი წამოვიკიდე მე ჩემს იმაზე წავიყვანე ჩემ ჭუაზე და მაგენთან მისვლას აუთხარი მე ვინ პოლიციასთან რამეს გაიტან ან რამეს გააკეთებ არ არის შემოკარგო ჩვენ არ გვაქვს სახელმწიფო ამიტომ შევქმნათ უნდა სახელმწიფო აუცილებლად უნდა დავეხმაროთ უნდა ქართულ ოცნებას დავეხმაროთ უნდა ასე ამბობს პაატა აბულაძე ხო და ეხლა უყურე ხო მართლაც კი ჯანმრთელობის ministrად აუცილებლად უნდა დაინიშნოს თინა გოცაძე რომელიც არის იგი რა ქვია პროფესორია ხო და თინა იგი თოფურია იგი არის აკადემიკოსია თუ ორივე დაინიშნება მოადგილედ და იმათ სულ უკეთესი თუ არა ერთი მაინც დავნიშნოთ ministrად თინა გოცაძე რომელიც მოაგვარებს ბევრ პრობლემებს პირობები იციან ყველამ ჩვენს მიერ დანიშნული ხალხი მუშაობს ყველა 7500 ლარად ისე ნახევარი პარლამენტარს რაც ხელფასი აქვს იმის ნახევრად ასევე გრიშა ონიანი უნდა დაინიშნოს სოფლის მეურნეობის ministris მოადგილედ ამ კაცმა თქვა ცხრები მყავდაო ყიზლარში მაშობითო გადავყავდაო გადმოყავდაო ეს ცხრები ხო და იცის ამ კაცმა ისა ქვია მეცხოველეობა იცის და ეს დავნიშნოთ უნდა მოადგილეთ ხო და ხნიერი კაცია და ამას ვერ გოუბედავს ზოგი იმას ქვია ამას მოტყულებას არ ამას ხოლო განათლების ministri ჩვენთან განათლება არ არსებობს საერთოდ გამოდის დაუნათლებელი იქიდან რომ მოყობა შაშკინი იყო და იგენი იყო
ნაცების და იმის ხო და ისე იგი განათლების მინისტრი მე მგონი მიხანაძეა რაღაც ასე ხო განათლების მინისტრი ისე იგი მინისტრად უნდა გავიდეს გიგლა გობეჩია ეს არის ძალიან ჭკვიანი კაცია პროფესორია ხო და ძალიან განათლებული კაცია მაგი მოამბავს თავს და ხოლო მოადგილე დარჩეს თუ გინდათ მიხანაძე დარჩეს მოადგილე თუ გინდა ასე გავაკეთოთ ერთი თქვენი იმას რომ კონტროლი ქონდეს ერთმა ადამიანს რომ კონტროლის იგი აქვს ოპოზიცია რომ ყავს იმაში რა ვერ გაბედავს სიგლახეს იმიტომ იგი ადრე იყო საბჭოთა კავშირის ჩურკინი იყო აქ მეორე მდივანი პირველი მდივანი ხო იყო ჟამანაძე აი ჩურკინი ყავდა ხო ეს არის ისე გამაკონტროლებელი რომ ვერ გაბედოს იმან ამიტომ შემოკარგო ბიზინა ივანიშვილო ხო კიდე სახალხო კონტროლი აუცილებლად უნდა შექმნას მე ჩამოწერილი მაქვს და გამოვაცხადე ერთი კიდე გამოვაცხადე ხო უნდა დაინიშნოს უნდა იმის რა ქვია გობეჩიას მაგალითად გობეჩია რო გადავეკით შემოვა აქ ლაშა გოლუბიანი ტალახაძე რა ყოფილა იმას ჯვარი წერია იმას რა ქვია ცხილაძეს ადვოკატი რომა მოუწოდებ მოგიწოდეთ ბიზინა ივანიშვილი დაუყენებლივ ჩამოვიდეს ერმილე ნემსაძე და გამწესდეს სახალხო კონტროლის უფროსად მაგან ბევრი რამე იცის და ბევრი საინტერესო უკვე აღარაა ისეთი ადრე რომ იყო აღელებული ისე აბრაზებენ მე თუ მკითხავ აბრაზებენ სპენელები რომ შემოჩენილი რომ აღელვონ კაცი და რაღაცა ისნას ხო და იმიტომ გაზრდა მას ხო და ამიტომ ჩამოვიდეს ეს უნდა აუცილებლად ხო და წაადგება იმას საქმეს წაადგება და იგი რა ქვია მეორე ძმა დავით ნემსაძე იყო ჯერჯერობით არ ვიცი თუ იმას ჩვენ რო შემოვალთ იმასაც ჩამოვიყვანთ აუცილებლად ჩამოვიყვანთ იმას იგი იქიდანაც გამიწევს მე ისე იგი იმას რა ქვია რაღაცას ცნობებს მოაწვდის ამიტომ კიდე ერთი რამე ისე იგი მივიღოთ უნდა კანონი ასე ხო გინდებიან ერის გამრავლება თქვენ არ გინდებიან მაგრამ ჩვენ გვინდა ქართულ ხალხს გვინდა ერის გამრავლება ამიტომ აბორტები აიგზალოს უნდა აბორტები საერთოდ უნდა აიგზალოს ხო და დიდი ჯარიმები და შეიძლება ციხაც იქნას შეიძლება ხო ახლა კიდე ახლა საქართველოს ისე მართლმადიდებლობა ისე მართლმადიდებელი ქრისტიანობა გახდა სახელმწიფო რელიგია მაგრამ ეს საპატრიარქო კი არ უნდა ამაშობოდეს თავზე კი არ უნდა ეჯდეს იმას მთავრობას და იმას ის ემორჩილებოდეს უნდა პრემიერ-მინისტრს და იმას ისე ასე დონეზე უნდა ავიდეს ისე ხო და კიდე ახლა მე ადრეს ვთქვი ეს სექტები რომ მომრავლდა ეს სექტები არა ამ სექტებს ორი კარგი პიროვნება მყავს მე მაგ სპირიდონ სკიპურიშვილი ძალიან კარგი მოძღვარია ხო და კიდე იგი რა ქვია მოლია მაგი ხო არის მაგ კიდე შალვა იგი რა ქვია შალვა იმას არ გაბოდით ქართველთა დიდ გაერთიანებაში ხო და ეგენი ამას კიდე წაყვება პოლიცია იტყვა და ეს სექტები უნდა დაილუქოს შემოკარგებო დაილუქოს უნდა წალეკენ ყველაფერი ხო და საზიზღრად იქცევა ტაკობენ პირდაპირ და შენ არ გინდა და რაში მჭირდება მე იმას რომ მოდის და მეუბნება რომ ხო ბიბლიას შეგასწავლით თუ გინდა უფასოდ და იმას დაიღუპო საკი დამთავრდეს მაგნეს ამბავი უნდა უკვე ხო და ჩვენ რო შემოვალთ რო შევსება პარლამენტი შემოდგომაზე როცა დაიწყება სესიები არა აუცილებლად უნდა ამოვიღოთ ის igen პუნქტები რომელშიც ნატოა ხსენებული და ევროკავშირია ხსენებული ევროკავშირი და ნატო თორემ მე კი არ ვამბობ რომ ცალკე ქვეყნებში წავიდეს ვინმე და იმოგზაუროს ამას მაგრამ ევროკავშირი არ გვინდა ჩვენ ისე კორუმპირებული იხშობა კორუმპიაში რა ქვია კორუფციაში იხშობა მაგენ ხო ამიტომ ახლა უყურე ნაც ქოცების ბანდა არის ეს კობახიძე რომაა და დინარაძე რომაა დინარაძე ნაცი იყო რამდენჯერ იქნა ხო და როგორი კანონის მიღება უნდადნენ ისე იგი როგორც ისე იგი ასეთ კანონს სტალინი ომში არ ღებულობდა ასეთ კანონს
ხო ყველაზე მეტად მე ხო გამოვარკვი ხო ახლა ურე რაც მე ლანჩხუთში ისე ყველაფერი გასართული მაქვს ყველაფერი ვიცი ვინ ყიდის ნარკოტიკებს ვინ რომელი პოლიცია უწყობს ხელს ამას შემდეგ საიდან მოდის ეს ნარკოტიკები ყველაფერი ვიცი დასკანალნა და ადრე რაც კეთდებოდა კიდე ყველაფერი ვიცი და ჩამოწერილი მაქვს არ მინდა ჯერ კიდე ბოლომდე ყველაფერი გავამხილო ბოლომდე არ მინდა ყველაფერი გავხდა რაც საქართველოში რაც ლანჩხუთში ხდება ის ხდება სხვა იმაში ქალაქებში მაგრამ მე იმ ქალაქ თბილისში და მაშინ არ ვიცი მაგრამ ისე არის წარმოდგენა მაქვს რაც ხდება მაგრამ ხო და ასეთი ამბავი ეხლა კიდე რა მინდოდა მეთქვა ის ხო თქვი ეხლა კიდე დაემატა ამ ჩვენი მას რა ქვია აგერ 54 კაცი ხო იყო დაემატა ახლა მაგას ურე ჩვენ ახლა ქართულ ოცნებაშიც არიან იქით ამ ხარის კონცეფტს ეძახიან იქაც არიან წესიერი ხალხი რომელშიც მე ეჭვი არ მეპარება ტალახაძე ლაშა ლიპარტელიანი ვარლამი წულუკიანი თეა კიდე ვინ არის მაგ პატარიძე ზურაბი კალაძე კახა არიან მაგენ წესიერი არ მეპარება ეჭვი მაგრამ ფული უყვარს ნამედ არის ამიტომ პატარა მოვიქნათ უნდა არ უნდა დავანებოთ ეს არ უნდა დავანებოთ ამიტომ კახა კალაძეს მოადგილეთ უბილავა ირაკლი უბილავა უნდა დაუნიშნოთ ხო და შემდეგ ერთმანეთს გააკონტროლებენ ხო და პაპუაშვილი შალვა კიდე კიდე იმას იზამ შეიძლება კიდე ივარგოს იმათ რა ქვია პარლამენტის თავმჯდომარედ რა ვიცი ნახოთ ჯერ ეს 2 წელი დავამთავროთ ეს 2 წელი ხო და შემდეგ ხო და აგერ რომ რუსთავის ამბავს ლაპარაკობს ვიღაცა ირაკლი შაკაკიშვილი ყოფილა ისე ირაკლი ხო და ლაცაბიძე ნინო აგას თურმე ისე წაართვენ ხალხს მიწები წაართვენ იმაში რუსთავში ხო და იქ ახლა უნდებიან ჩაასახლონ აზერბაიჯანელები ალბათ და არაბები ხო და ეს არ გამოგივათ შემოკარგებო არა ეს აუცილებლად დაუბრუნდეს უნდა იმ ხალხს და უნდა გაუტარდეს ვისიც არის ის მიზები გაუტარდეს უნდა რეგისტრაციაში შემდეგ ახლა მე ვინ დაუმატე ისე იმ 54 ადამიანში დაუმატე ისე იგი აგრეგატვით თურქია მერაბი თურქია მერაბი ცინცაძე ეს არის წევრები ამ პარტიის წევრები ხო და თურქია მერაბი და იგი რა ქვია ცინცაძე მერაბი კიდე ახლა კიდე დაემატა ქვევით ახლა ხო ქვევით გარ ზეიდ დაემატა კიდე ამ წევრებს დაემატა ნატა არღულიანი გიორგი არღულიანი სოსო შატბერაშვილი კობა კუპრაძე ეს ახალგაზრდებია და პერსპექტიული ხალხია ეს კობა კუპრაძე მერაბი თურქია და მერაბი ცინცაძე ეს დაგვემატა ჩვენ ახლა ხო და ლონდარიძე არჩილი ქვევით დაემატა ქვევით ზაგნი რა ვნახე გუშინ რა ვნახე კაცი შემოხდა ვანელი კაცი ორი ჯოხები ორი მით ავარჯენით ასე ხო და მოდის ხო და შევაკეთე რა გჭირს მეთქი რა გჭირს და ალბათ ვერ დადის კაცი ხო და 250 ლარი პენსია მაქვს 60 არა 60 250 ლარად როგორ უნდა ისჩინოს კაცმა თავი რა ხდება ეს შემოკარგებო რა ხდება ეს ასე ცხოვრება არ შეიძლება ნამდვილად არ შეიძლება ამიტომ ჩავწერე აგეთ ჩემთან შემეცოდა ჩავწერე ეს იქ ვერ დადის და აქ როდის მოვა მაგრამ თანხას მიიღებს ხო ახლა კიდე რა თქვი ხო ეგენი კი თქვი სოსო შატბერაშვილი გადმოვიდა ნატა არღულიანი გიორგი არღულიანი გადმოვიდა კობა კუპრაძე წევრებად ამ პარტიის წევრად მერაბი თურქია და მერაბი ცინცაძე ხო ახლა იმაში რა ქვია ქვევით იმაში დაემატა გეტყვი აგე დაემატა ხურციძე ის ირვარის ჩაკუჩას რო ეძახიან არ ვიცი სახელი დამავიწყდა მოჭიდავე რომაა და მოჩხუბარი რომაა კაროჩი იგი ხო კობახიძე ზურაბი დაემატა
შემდეგ ხო და ზაგნიძე ჯონდო ის არის ის და ლონდარიძე არჩილი ზაგნიძე ჯონდო შემდეგ კობახიძე ზურაბი ალთინოკი ალფერი ხურციძე ის მოჩხუბარი რომა იგი ხო და დანარჩენი კი ითქვით ხო ეს არის ასე და ამრიგად ყველაფერი თქვი რაც მინდოდა ხო და თუ რამედ გამომჩერა თუ ახალ და კიდე გავაკეთებ ერთ ვიდეო და მე ჩერდები ჩერდები და უსმენ რას გააკეთებენ ეს ქართველთა დიდი გაერთიანება გეუბნებით რომ ეგენი არ არის დასაკარგი ხალხი თქვენ რომ იძახით საპარლამენტო არჩევნები არ უნდა ჩატარდეს საპარლამენტო არჩევნები არაა საჭირო ტყუილას ზედმეტი ხარჯია ხო იქით მეფობა რომ უნდა კიდო ზოგიერთებს არც ეს არაა საჭირო ის რაც ბევრი მუწუკები ყავს ქართველ ხალხს დამჯდარი ისერზე ხო და საპრეზიდენტო არჩევნები კარგი იქნებოდა არა ისა რიგარეში საპრეზიდენტო კარგი იქნებოდა ჩემი აზრით წარადგებოდა და პარლამენტი იმაში რა თქმა შემოდგომაზე იქნება სრული ლეგიტიმური პარლამენტი იქნება ხო და ყველაფერი ლეგიტიმური იქნება და თუ არ მოხერხდა ამ პრეზიდენტის იქ გარეშე კაი იყვეს მაგრამ როგორ შეიძლება ამ კაცის წასვლა სადმე როგორ შეიძლება კიდო შეიძლება თურქეთში ვიზიტი ამის და კიდო შეიძლება აზერბაიჯანში და მაშინ ამგენის ვიზიტი ო ის არის კიდე ბოჭორიშვილი იგიც არ მომწონს მაგრამ დროებით იყოს თუ არ არის მეტი საშველი და იგი სახიდებელი თუ არ არის მეტი ხო და ასე და ამრიგად შემოკარგებო კარგად ბრძანდებოდეთ ყველა და ეს იქნება ხავერდოვანი რევოლუცია რომელშიც არც ერთი არ წააგებს თუ ამაზე არ დათანხმდები ისე გადავდივარ პირდაპირ ატაკაზე გადავდივარ როიტყვიან რუსი ჟარი ატაკაზე გადავდივარ ესე თუ ეს უნდა რაღაცა დაეტყოს უნდა ამას უნდა გამოიცვალოს უნდა მინისტრი უნდა ჩვენ უნდა გავიგოთ ეს რა ქვია მინისტრი უნდა დადგეს იქ რა ქვია ჯანმრთელობის მინისტრი და გავიგოთ უნდა რომ ეს პირობები თუ შესრულდება მე თქვენთან ვარ და ყველაფერში შეგიწყობთ ხელს რაც შემეძლება ამიტომ კარგად ბრძანდებოდეთ ჯანმრთელობას ბედნიერებას გისურვებთ ყველა ვისაც ღმერთი წამს ღმერთი იყოს მათი მფარველი ყველას ხო მე სხვანაირი მე ვარ ისე იგი ათეისტი ვარ მე ისე მე ნაღდი რაც არის რასაც ვხედავ ხო ჩემი ღმერთი არის დედაჩემი და მამაჩემი იყო მე ღმერთი არც მამა არ ყავს ერთი მამა ყავდა და ერთი დედა ამიტომ ასეთია თემურ ბიფია ასეთია კიდე იგი რა ქვია ჟვენტი ხო და ჩვენ ბუნების ძალებმა შეგვეწიოს ვისაც ამნაირი წარმოდგენა გვაქვს თქვენ რა წარმოდგენა კაცი არ გიშლით კაცი არ შეგაწუხებს მე ყველა ადამიანს აქვს უფლება იწამს სწამდეს ის რომ ესეც ათეიზმის წვენაა თქვენ მე ასე მწამს ისე ეგეც წვენა ყოფილა ხო ამიტომ კარგად ჯანმრთელობას ბედნიერებას გისურვებთ კარგად ბრძანდებოდეთ